ევროპა როგორც ასეთი არ არის პანაცეა. ევროპა იყო ბატონი გებელსი. კობახიძე ევროპულ სტრუქტურებზე თავდასხმას აგრძელებს და ამბობს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, ბიუროკრატები ვერ ეგუებიან ქართველი ხალხის ნებას, ვერ ეგუებიან საქართველოში დემოკრატიას. ის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით პარტნიორების განცხადებებს გამოეხმაურა. განსაკუთრებული აქცენტი კობახიძემ ევროპის სახალხო პარტიის კრიტიკაზე გააკეთა. მან კიდევ ერთხელ დაანონსა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების რიცხვი გაიზრდება. ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ბოლოდროინდელი დაპატიმრებები და დევნის შემდგომი მუხარა მიზნად ისახავს ხალხის პროტესტის უფლებების შეზღუდვას, პროდესალური ოპოზიციის განადგურებასა და საზოგადოებაში სრული შიშის დათესვას. 4 ოქტომბრის მოვლენებზე განცხადებას ამჯერად ევროპის სახალხო პარტია ავრცელებს. გამოდი რუსთაველზე შვიცაძე პარლამენტის წინ აქცია ჩაინიშნა. აქტივისტების დაკავებებისა და იმის მიუხედავად, რომ ოცნება რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს ემუქრება, მოქალაქეები მთავარ გამზირზე შეკრებას უწყვეტი პროტესტის 315 დღესაც გეგმავენ. სტამბოლში პოლიციამ ცნობილი თურქი მსახიობები და მომღერლები დააკავა. სპეცოპერაცია სტამბოლის მთავარი პროკურატურის მიერ ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებების გამოყენების შესახებ დაწყებული გამოძიების ნაწილია. ხელისუფლებამ დაკავებულებისგან სისხლის ნიმუშების აღების ბრძანებაც გასცა.